პერეიდანი ირანის სამ გუბერნიას, დარანს, ბოინთორელს და ფერეიდუნ შაჰრს მოიცავს. ამათგან ეთნიკურად ქართული წარმომავლობის მოსახლეობა ბოინთორელისა და ფერეიდუნ შაჰრის 7 სოფელში ცხოვრობს. მშობლიურ ენაზე მეტყველი ქართველებით დასახლებული სოფლებია ასევე ვაშლოვანი, ანუ სინაკი, ჩუღრეთი, ჯაყჯაყი, ხუნგი, ახჩა და თორელი. სოფელ აფუსშიც ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ ისინი ბოლო 100 წლის მანძილზე ქართულად აღარ მეტყველებენ. ქართველებით დასახლებულ ტერიტორიაზე მთების, მინდვრების, უბნების სახელები ძირითადად ქართულენოვანია. მაგალითად, საღინო, ტინი, ტინუკანი, ხირხატი, ნაქერალი, ნასერალი, დიდრევი, ბათუანები, გელაძის წყარო, თანდილას წყარო, შავგორა, საფორის გორა, ციხემდა. چون 500 წელს که გუმუგუყვანეს მეტოვა მოიდეს ფერეიდანს და დაიფანტეს, ეხაც که მოიდეს დაიფანტეს. ეს ქურთები ბევრი მეკობრობას იქ მოდიან. ეს ქართველებიც მაგარ კაცები იყნეს, შუღლიან კაცები იყნეს. მოიდე და რაქნეს ეს ემინ წინ დააყენეს ყე, که ამემ არ მოიდენ ჰაი რამე მაიპარონ. مثلا სოფელია ჯაყჯაყი იყო, ჩუღრუთი იყო, ანგრე მოიდეს ეს სოფელი იყო, შაჰიორდი იყო, ეს სოფელი ალან არი ახჩაკე ჩონავარდ, მოიდეს დაშკესანი, აფუსი, ბევრი სოფელი იყვნენ. ბად ey გამაიცვალეს, ფარსულად შაიგნეს. ახლა ანკა ცოტა სოფელი ღარ იღა კი. ჩვენ არ დაგმიწყებია, ჩვენ ენა ქართულია. ჩვენ არ მინარდა გოსწავლა. ჩვენ ალან 500 წელია კილიმანში გამოსვლივართ, ჩვენ ელა ქართველები ყოფილვართ, ეხლა ჩვენ გაფი ქართულია. არ გამოსვლილა. თეფლისაწაველი და ჰოთელე საქართველი, ხიაბუ რუსტაველი. ანკა ენგარ ჩვენ სახლია, ენგარ ჩვენ დედა არის. დედა თინა იყო ანკა, ენგარ ეს ჩვენ დიდ დედა არის. ეგრე გუხაროდა, დავждით დღე. გაფს ვამობდით, თარიფობდით, ვიამბობდით. ციხემთა ჩვეულებრივი ტოპონიმი არ არის. ამ ადგილთან მნიშვნელოვანი ტრაგიკული ისტორიაა დაკავშირებული. მემატიანეთა თუ ძველ ისტორიკოსთა ცნობით, ქართველები ნადირ შაჰის მმართველობის დროს დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ნადირ შაჰის მკვლელობის შემდეგ ტახტის დაუფლებისათვის გარდამავალ ბრძოლაში ქერიმ-ხანმა დაამარცხა მოწინააღმდეგე ფერეიდნელი ალი მარდან ხანი და აბულფათ ხანი. ფერეიდანის მოსახლეობას კი ხარკის გადახდა მოსთხოვა. ქართველებმა ხარკის გადახდაზე უარი უთხრეს და ბუნებრივ ციხესიმაგრეს კლდეებით შემოსაზღვრულ მაღალ მთას შეაფარეს თავი. ციხემთა მწვერვალებს შორის მოქცეული არც თუ დამრეც ფერდობიანი ტერიტორიაა, რომელიც 10,000-ობით ადამიანს დაიდევდა. მთას სამი მხრიდან ციცაბო კლდეები აკრავს და სრულიად მიუდგომელია. მეოთხე მხრიდან ასვლა კი შესაძლებელია მხოლოდ ერთი ვიწრო ბილიკით, რომლის გაკონტროლება მცირე რიცხოვან რაზმსაც შეეძლო. ქართველებმა მისადგომ მხარეს კედლები ამოაშენეს და გამაგრებულ ციხემთაში ქალები, მოხუცები და ბავშვები აიყვანეს. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ქერიმ-ხანს ციხესიმაგრე აუღია. მრავალი დედა შვილთან ერთად უბსკრულიდან გადაჩეხილა, რომ მტრის ჯარისკაცებს არ ჩავარდნოდნენ ხელში. ამ დროს უამრავი ქალი და ბავშვი დაღუპულა. მე მინდა მისალმება გარდავიცე მთელი მსოფლიოს ხალხს, ჩვენი საქართველოს ხალხს, ვინც უყურებს და გუჭრეტავს დღეს, ჩვენ მე და ჩემ ოჯახი თორელ ქალაქი თორელ ბოინის ხალხი ვარ და თორელში ვცხოვრობთ. და დიდი ხანია რომ მე დაკავშირებული ვარ, ჩვენ ნამდვილი ქართველი ვარ და დიდი ხანია დაკავშირებული ვართ
საქართველოსშიგა მე ნათმეცნიერზე გავმუშაობ რაღაც ჩვენთან ძველი სიტყვებია 4 საუკუნესი ემებს წერავ და ვკითხობ და მინდა დიდი საქმე გავაკეთო მომავალში რომ ძალიან საინტერესოა და რაღაც რო ჩვენ ხალხსა მინდა მადლობა გარდავიხადო თქვენ აჯარა TV რო ჩამოხელ ტელევიზორის რო ჩამოხელით ფერეიდანის ქართველები გაიცნოთ დიდი მადლობას გიხდით და მადლობას გარდავიხდით ბატონ ტარიალსა და საქართველოს მთავრობას დიდი მადლობაც ჩვენი ირანის მთავრობას რომ ნება მოგცაყა რომ ჩამოხელით ფერეიდანის ქართველები ნახოთ და რაღაც რო ჩვენთან არის ეს რომ თორელ მოინი ნამდვილი ქართველებია და ძალიან სუყელას უყვარს ჩამოედენ თავინ სამშობლო ნახონ და ჩვენს გუხაროდა რომ ჩამოხიდეთ თორელში და რაღაც რო კენტი გინდოდა საქმე გააკეთოთ ბევრი ქართველი არის რომ უნდა იბნას რაღაც რო საუბარი იცის და ნახონ ჩვენი დადა ძმებმა საქართველოში მე ჩემგნით მინდა ჩემ ხალხის გნით თორელ ბოინსაყე ქალაქი თორელ ბოინსაყე მოკითხვა გარდაიცეთ საქართველოს გულთბილო ხალხსა ეს ხო 4 საუკუნეები ჩვენ ირანის ტერიტორიაზე გავცხოვრობთ ირანის შუაგულში ვარასკლავსავითა ვანათებთ ირანის დედამიწაზეგა ჩვენი დედაენა სიყვარულით 4 საუკუნეს გავიძლევით აი როგორცა მინ უნდა და გაიზლოს ფერეიდანში ქართველები ძალიან მუშა ხალხები იყნეს რომ ბევრი საქმე გააკეთეს ირანის მთავრობასათი და ადრე და ეხლაც ელეგრე ეხლაც მეტობა საქმეები რაც რო ტარდების ქართველების ხელში გარი ერჯერზე ჩამოსულ ვარ საქართველოში ეთკვირაზეგა საქართველოს საპატრიარქო ქართული უნივერსიტეტის სტუმარი ვიყავ და მადლობასაც გარდავიხდით ირანის საელჩოს რო ეს საქმე აკინწა მე 45 წლისი ვარ დიდი ხანი იყო გავკივოდი ველოდებოდი ამ დღეს ველოდებოდი ერთ დღეს რო წავიდე ჩემ სამშობლო ვნახო და ძალიან მიხარო და ამ კვირას რო ვიყავ საქართველოში ძილი თვალებზე არ მადიბოდა დილით ადრე გავიდოდი საღომისაც რო ვიწევ არ მეძინებოდა ელა მინდოდა ვინაცა ვნახო თქო გავმარჯოს საქართველო მიყვარდა რა ჩემი ცხოვრებაში გემ 40 წელში ერთ კვირას მე ბედნიერად ვიყავ ეს რო ჩემი სამშობლოში ვიყავ ირანში გადასახლებულ ქართველთა შორის იყვნენ ირანის მასშტაბით ცნობილი ქართველებიც, რომელთა ღირსებები საყოველთაოდ წარმოაჩენდა ქართველებს. სახელოვანი ქართველები არც ბოლო დროის ირანს აკლდა. ერთ-ერთია სეიფოლა იოსელიანი. ჩვენ ფერეიდნელ ქართველებს ყავს რამოდენიმე გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, რომელთაც ფერეიდნელ ქართველთა განვითარება, გაძლიერებაში დიდი ღვაწლი და როლი აქვთ შესრულებული. მათ შორის არის სეიფოლა ხან იოსელიანი, რომელიც იყო პირველთაგანი, რომელმაც მოინახულა საქართველო, ის იყო დაახლოებით 6 თვე საქართველოში, ისწავლა ქართული ენა, ქართული წერა-კითხვა კარგად, იქიდან როცა დაბრუნდა, ჩამოიტანა რამოდენიმე წიგნი, სახელმძღვანელოები, რათა აქ ესწავლათ ფერეიდნელებს ქართული და სხვათა შორის ის მოხდა მაშინდელ შაჰთან მიყვანეს შეხვდა იმას და იმამ უთხრა ახლა რა უნდა ნობათი წაუღო შენ ხალხსაო და ამამ უთხრა ყველაზე კარგი იქნება თუ სკოლას დაავარსებთ ჩვენს ფერეიდანშიო და შაჰმა ამისი უფლება მისცა მაგ დროს ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ იყო თანამედროვე სკოლა და სუპირველად მან გახსნა ფერეიდანში სკოლა სადაც ისწავლეს ქართველებმა და მათ შორის ბევრმა უკვე შემდგომ კარგი თანამდებობებს მიაღწიეს და სხვათა შორის მისი შვილიშვილი არის ქალბატონ
ელენე იოსელიანი, რომელმაც მთელი სიტყვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტყვის მნიშვნელობით, რომ ასახელა თავისი პაპა, ის არის ძალიან მაგარი კალიგრაფისტი, მიუხედავად ის, რომ მან ის არ გაიზარდა ფერეიდანში და გაიზარდა ისპაჰანში და სპარსული გარემოცვაში იყო, როცა ის მოვიდა ჩვენს ქართული სკოლაში, რომელიც გავხსენით ისპაჰანში, ძალიან დაინტერესდა ქართული წერა-კითხვით, ქართული ამბანით და იმ პირველი გაკვეთილზე როცა მოვიდა, შეასრულა ძალიან კარგი კალიგრაფიული ნაშრომი და მე მივხვდი, რომ ეს ძალიან კარგი საქმეს გააკეთებს და სხვათა შორის ძალიან კარგი ნაშრომები აქვს, რამოდენიმე გამოფენა მოაწყო ირანშიც და საქართველოშიც, რამოდენიმეჯერ იყო თბილისში, ქუთაისში და მომავალ წელსაც სხვათა შორის ბათუმში ექნება გამოფენა. და მისი ოჯახსაც, მისი მეუღლე, მისი შვილსაც დიდი როლი აქვს ამ საქმეში, იმიტომ რომ ხარში უდგანან ამ ქალბატონს თავისი ოჯახი და მე ასე მიმაჩნია, რომ ახლა მომავალში ბევრი ასეთი ქართველი გვეყოლება, რომლებიც ასე ვთქვათ, ასახელებენ თავიანთი ქართველობას თითო თავისი ნიჭით. ბაბუის ღვაწლს თავისი შვილიშვილი აგრძელებს. ქალაქ ისპაჰანში ოჯახში ვესტუმრეთ ქალბატონ ჰელენ იოსელიანს. მშობლიური ენის სწავლა ახლახანს საიდ მულიანის მიერ გახსნილ ქართულ სკოლაში დაიწყო. ჯერ კარგად ვერ საუბრობს, მაგრამ მშობლიური ქართული ანბანი წარმოსახვის უშრად წყაროდ იქცა. გამართა თავისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენები როგორც ირანში, ისე საქართველოში. ჩემი დიდი ბაბუა გამორჩეული და ღირსეული პიროვნება იყო, რომელმაც მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა ფერეიდნელი ქართველებისთვის. მიამაყება, რომ ასეთი ბაბუის შვილიშვილი ვარ. მეც ვცდილობ წინაპრების გზას გავყო და ჩემი ხალხისთვის გავაკეთო ის, რაც შემიძლია. ძირითადად ისპაჰანში ვიზრდებოდი, ქართული სწავლა მოგვიანებით დავიწყე. მაშინ როცა ბატონმა საიდ მულიანმა ისპაჰანში ქართული სკოლა გახსნა. როდესაც პირველად ქართული ანბანი ვნახე, აღფრთოვანება ვერ დავმალე. ვფიქრობ, რომ თითოეული ასობგერის მიღმა არსებობს რაღაც განსაკუთრებული საიდუმლო. ქართული ანბანი უნიკალური და გამორჩეულია. ამის მერე გავხდი კალიგრაფისტი. მუშაობას ვაგრძელებ და ამ ფორმით მინდა გამოვხატოთ ჩემი დიდი სიყვარული ისტორიული სამშობლოსადმი და ქართული ენისადმი. მაქსიმალურად მეხმარება ჩემი ოჯახი. მადლობას გიხდით თქვენ. ღმერთს ებარებოდეთ. من این راهو در پیش گرفتم. მე და ჩემი ოჯახი ისპანეთში ვცხოვრობ. ჩემი დედა არის ქართველი, ძალიან მიყვარს ქართველები. ისპანეთში რო ვცხოვრობ, ქართველები რო მოვილენყე, გულში გამინათდებისყე და ძალიან შემიყორდებისყე, რომ ქართველს დაენახავყე. ის რო გამამდის და ქართველსათი ფეხს აეღებ, ხელს აეღებ, წამვალ საქმეში დევეშელებიყე. ისპანეთში რო მუშაობ საქმეზე ვიყავ, მე მითხრეს, რომ 2-3 კაცი გუნდა საქმესათი, მინ მაიყვა ჩვენთან, რომ იმუშაონ. მე წაվել 3 პერედნელი ქართველი მოიყვანე, კარგად იმუშავეს, კარგად გამააჩენეს თავი, მაგარ კაცები იყნეს და საყორველები. საქართველოს ხალხით ძალიან საყორველ ხალხი არის და მე და ჰელენე რო გამოვედი თბილისში პატონი ტარიელმა ჩვენ გუთხრა რომ მოდი ჩემს სტუმრები იყნებით კონფერენციაში და გადაველი თავ ნახე რომ თბილისი კაი ლამაზი ხალხი და ქართველია და ქართველს რო დაენახავთ სისხლი უგუდუღდების და ძალიან გუყვარს ქართველები. ეგ რო ქალაქში ისპანის ქალაქში რო ცხოვრობდით პატონი საიდ მოლიანი მოვიდა ერთი სკოლა დადუათ ქართველი ანბანი გოსწავლა
მე და ჰელენე წაველით ამ სკოლაში დავსხედით და ჰელენემ რო ნახა ქართველის ანბანები ძალიან გოხარდა და შოყორდა მაგრამ მედევნა და რაგდენ გამოფენა დადუა გამოფენები რო დადუა საქართველოში შოყორდა ყერო პერეიდანი ქართველს უყვარს დედა ენა და ეგეთ კარგად ხატავს ჩვენ ძალიან გუყვარს ქართველები ქართულად ცხოვრობა ქართulis დანახვა ქართulis ერთად ყოფილობა ძალიან გუყვარს თბილისის ხალხთან რო დაიარებოდით დავინახეთ რომ თბილისის ხალხი არის კაი ხალხი რომ ანკრով მივდოდით მოვდოდით მეუღლეს ვებნებოდი რომ ეგ კაცი არ ეღონები გულში არ ვეღონებით რომ გონომც რომ ჩვენ ქალაქში ვცხოვრობთ ეს ხალხი რომ ეგ მიდის მოდის ჩვენ არ გოგონა რომ ეგ შაღონებული ვარ ძალიან გუხვარს გულში გუნათდების გულში გუხარიან რომ ეკავად რა ჯურ არის რა არის ეკა რომ ჩვენ ეგეთ კარგადა ვარ და ეგეთ გულში გუხარიან რატომ რომ ეს ქართველები არიან ჩვენ სისხლი და ჩვენ გუხვარს ქართველი ფერეიდნელი ქართველები 400 წელია ირანში ღირსეულად ცხოვრობენ. ირანი შეიძლება ითქვას ქართული სილამაზისა და პატიოსნების ერთგვარი სიმბოლოა. ღირსების დაფასების გამო ირანელ ქართველებსაც უყვართ ირანი და მისი ერთგული მოქალაქეები არიან. პარალელურად ირანელი ქართველები დედაენის ცოდნის მიუხედავად სათუთად აღიქვამენ თავიანთ ეთნიკურ წარმომავლობას. 4 საუკუნის განმავლობაში ირანის ქართველების მეტყველებამ თავისი მთავარი მახასიათებლები შეინარჩუნა. ასევე თაობიდან თაობას გადაეცემოდა წინაპრების მიერ შექმნილი ქართული ზეპირსიტყვიერება. ჩვენ გვაქვს საზაფხულო საკვირაო ქართული სკოლები, სადაც უამრავი ადამიანი დადის, ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები, კაცები და მე სპეციალურად შევქენი დედაენა სახელმძღვანელო, რითაც ესწავლათ ჩვენს ქართველებს. მე რადგან თვითონ ძალიან გამიჭირდა, ასე ვთქვათ, თანამედროვე ქართული სწავლა და წერა კითხვისა და მაშინ სახელმძღვანელოები არ იყო, ვიფიქრე, რომ დანარჩენმა ადვილად შეეძლონ და ისწავლონ. მე ასევე ჩემი ხარისხი დავიცავი ძალიან საინტერესო წიგნითა, ძალიან საინტერესო სათაურით ქართველთა როლი ირანის ისტორია, კულტურა და ცივილიზაციაში და ეს მინდა გითხრათ, რომ არ არის მარტო ემოციებით დაწერილი და ემოციებზე დაყრდნობილი, არამედ ეს დავიცავი უნივერსიტეტში და ჩემი ხელმძღვანელი და პროფესორები იყვნენ ირანელები და ეს ისეთი სანდო წყაროებზე არის დაყრდნობილი, რომ იმათ ყველამ აღიარა, რომ ეს მართლა უნიკალურია წიგნია და ამით მე მინდოდა მეთქვა ჩვენს ქართველებისთვის, აქ ცხოვრები და საქართველოში და ირანელებისთვის, რომ ჩვენ სადაც არ უნდა ვიყნეთ ქართველები, ვემსახურებთ ჩვენს ქართველობას, ჩვენს სამშობლოს და გვიყვარს ჩვენი, რაც ჩვენია, რაც ჩვენი მეობას ეხება. დღესდღეობით ფერეიდანში არის 2 ქალაქი და 7 სოფელი, სადაც ცხოვრობენ ქართველები. ცენტრი არის მარტყოფი და რამოდენიმე სხვათა შორის სოფელიც პირდაპირ არის საქართველოსთან იმათი სახალი გადმოტანილი, მაგალითად ჩემი სოფელი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, სოფელი ჩუღურეთი. მე პატარა ქართველი კავკასიის დებიშვილი და თხომიზა ყანღუბნა მიჩემნიათ აქსიკტილი კატელკახეთი იმერეთი ყურია და სამეტრელო ყალაჩემ შამსობლოლა საკვალელი საკათ